Ქალაქის მერი კახაკალაძე რამდენიმე წუთის წინ მოვიდა შემთხვევის ადგილზე. ის ახლა ესაუბრება ვაჟასიაძეს, თბილისის პოლიციის უფროს. როგორც ჩანს, მისგან იღებს ახლა კახაკალაძე ინფორმაციას. საკმაოდ დაგვიანებით მოვიდა დედაქალაქის მერი, ჯერჯერობით ის ახლა ეცნობა ინფორმაციას და მოგვიანებით უკვე ისიც გააკეთებს მედიასთან კომენტარს. ყველაზე მეტი კითხვა ახლა ამ ჩამონგრევასთან დაკავშირებით სწორედ კახიკალაძის მისამართით არსებობს, რადგანაც ახლა ჩემს გვერდით დგას ერთ-ერთი მოქალაქე ქალბატონი, რომელიც ესაუბრებოდა აქ პოლიციის წარმომადგენლებს და საუბრობდა იმაზე, რომ არაერთხელ მიუმართავთ მერიისთვის, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შენობა, ეს საცხოვრებელი კორპუსი იყო ავარიული, მოქალაქეები სთხოვდნენ დახმარებას, თუმცა თბილისის მერმა კახაკალაძემ ყურადღაც არ იღო ამ ადამიანების მოთხოვნა. ახლა გავესაუბრებით ამ ადამიანს, ამ ქალბატონს. ქალბატონო, გამარჯობათ. თქვენ საუბრობდით, რომ არაერთხელ მიგიმართავთ მერიისთვის, არაერთხელ გაგივრცელებიათ ინფორმაცია, რომ ეს საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ჩამოინგრა და სადაც თქვენ ცხოვრობთ, იყო ავარიული. ხომ აი რომ მოგუყვეთ ამ ყველაფერს? ავარიული. მე პირადად უკვე გადასული ვარ აქიდან, სხვაგან, მაგრამ ჩემი ოჯახი ძირითადად აქ ცხოვრობს. აქ 90-იან წლებში გაზის აფეთქება მოხდა, თუ თქვენ შეიძლება არ გახსოვთ. მსხვერპლი იყო მაშინაც, ძალიან დიდი მსხვერპლი. დაზიანდა სადარბაზო, მოვიდნენ ძალიან მსუბუქად შეაკეთეს და წავიდნენ. აი კახიკალაძე მოდის ახლა და შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე, რომელიც დადგება მოგესალმებით ბატონო გელა, დაღუპულებთან დაკავშირებით თუ ვრცელდება ინფორმაცია? შემიშვით მოქალაქე ესაუბრება. ავიგოთ ცოცხალია თუ არა, ხო შეიძლება? ძალიან გთხოვთ. ახლა გარკვევა არ მინდა. მინდა რომ შევიდე და ნახოთ ცოცხალი არის თუ არა. თუ შეიძლება ახლავე. არა, ახლავე თქვენ გამყევით. კი, ახლავე. მოქალაქე შინაგან საქმეთა მინისტრ გელა გელაძეს ესაუბრება, რომ მისი ოჯახის წევრი არის სავარაუდოდ. ბატონო ვიდებისთანავე ადგილზე გამოცხადდა სამაშველო სამსახური, შესაბამისი პოლიციელი ძალები. გამოძიება მიმდინარეობს 240 მუხლით. ამ ეტაპზე რაც შემიძლია დაგიდასტუროს, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, utardeba სამედიცინო დახმარება. ამ ეტაპზე ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის გადასული. შესაბამისად, თუ ამას მოემატება რიცხვი, აუცილებლად უახლოეს პერიოდში გეტყვით ამ წუთას მიმდინარეობს სამაშველო სამსახური. ამ მოქალაქეს შეგიძლიათ გასცეთ პასუხი ბატონო გელა, რომელიც გეხვეწებათ, რომ ოჯახის წევრის შესახებ ინფორმაცია მიაწერთ. ნახეთ, გამოძიება მიმდინარეობს. არა, ბატონო გელა, მოქმედების დროს შეგვეძლება მივიღოთ მონაწილეობა. ბატონო გელა, მოქალაქე, რომელიც გეხვეწებათ ამ წუთებში, რომ შეყვეთ და მისი ოჯახი ერთ გიდასტურეთ გარდაცვალებას. რა თქმა უნდა. არ ვიცით, ვერ გიდასტურეთ, მაგრამ უახლოეს პერიოდში გეტყვით. ერთი გადასული. ბატონო გელა, ამ მოქალაქეს შეგიძლიათ გააცნოთ ინფორმაცია მისი ოჯახის ჯანმრთელობის ხედავს მოქალაქე როგორ ეხვეწება ახლა სამწუხაროდ მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი ადამიანი. ერთი არის დაშავებული, რომელსაც კლინიკაში უტარდება შესაბამისი მკურნალობა. თვითონ კორპუსს რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ იყო ავარიული, მეხუთე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ეს იწოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ, არაერთი შეხვედრა იქნა გამართული დიდუბის რაიონის გამგეობაში, რომელიც არის დაუქმებული. იყო გაკეთებული შეთავაზება, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ უზრუნველყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს, თუმცა სამწუხაროდ თქვენ იცით, რომ ასეთი ამ პროგრამის განხორციელება სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც სამწუხაროდ ჯერ ვერ იქნა მიღწეული. რამოდენიმე ოჯახი, რომელმაც განაცხადა
თანხმობა გაყვანილია ქირით, უზრუნველყოფილია ქირით, თუმცა დანარჩენებმა ამ ეტაპზე განაცხადეს უარი. ეს არის რეალურად. თქვენი საუბრიდან გამომდინარე ხდება განცდა რომ მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე საუბრობთ, რადგანაც ისინი არ დათანხმდნენ თქვენ შეთავაზებას, რომ ჩანაცვლების პროგრამაში მიიღოთ მონაწილეობა. აქ მოქალაქეები ყველას კი პასუხებთ, ყველას თანმიმდევრულად ყველას თუ შეიძლება სათითაოდ დავსვათ შეკითხვები და ყველას გიპასუხებთ. რატომ შეღებეთ მაშინ 5 წლის წინ თეთრი საღებავით? რატომ შეღებეთ თეთრი საღებავით მაშინ ეს კორპუსი 5 წლის წინ და ჩნდება გაცდა რომ თქვენი საუბრიდან გამომდინარე ახლა მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე საუბრობ, რომ ისინი არ დათანხმდნენ მერიის შეთავაზებას, რომ ჩანაცვლების პროგრამაში მიეღოთ 2024 წელი თარიღდება. თქვენ იცით რომ პროგრამა რომელიც არის წარმოდგენილი მუნიციპალიტეტის მხრიდან, რა თქმა უნდა აძლევს ადამიანებს შესაძლებლობას ასეთი შენობა ნაგებობებში, სადაც ისინი ცხოვრობენ და სამწუხაროდ საკმაოდ ბევრია დედაქალაქში ავარიული შენობა ნაგებობები, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიები აქვს მინიჭებული. შესაბამისად, პროგრამა, რომელიც არის წარმოდგენილი, ხელს უწყობს იქ მცხოვრებ ადამიანებს იმ უვარგისი, საცხოვრებლად უვარგისი კორპუსებიდან გამოვიყვანოთ და მას შევთავაზოთ ახალი თანამედროვე ტიპის კორპუსები. ასეთი პროექტები ბევრი განხორციელებულა დედაქალაქში, ბევრის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ არ იქნება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება ეს ადამიანები იძულებით გამოვიყვანოთ თავიანთი საცხოვრებელი ბინები. საფრთხეებთან დაკავშირებით დეტალურად მიაწოდეთ ინფორმაცია ბატონო. ბატონო, მხოლოდ 5 ოჯახი იყო თანახმა, რომელმაც ზუსტად ციფრი არ მახსოვს, რამდენიმე ოჯახი, რომელმაც განაცხადა თანხმობა გაყვანილი იქნა იჯარით და ისინი დღეს უზრუნველყოფილნი არიან ქირით და ცხოვრობენ არა ამ კორპუსში, სხვა საცხოვრებელ ბინებში. ყველა გაყვანილია ამ წუთით მდგომარეობაში. თუ ავარიული იყო, შემოსაზღვრული რატომ არ იყო და აქ ადგილობრივები ამბობენ რომ 5 წლის წინ ამგვარად მოხდა ამ კორპუსის მხოლოდ შეღება. 5 წლის წინ თუ იცოდით რომ ავარიული იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამაგრებით სამუშაოებს არ ექვემდებარება აღნიშნული კორპუსი, საჭიროებს სრულ დემონტაჟს და შესაბამისად ეს ყველაფერი არის დაოქმებული და შეთავაზებაც გაკეთებული იყო. დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია მიაწოდეთ ბატონო კახი. თქვენ პირდაპირ ეთერში ისმენდით კახა კალაძეს და მანამდე უკვე შინაგან საქმეთა მინისტრს ქართული ოცნებისას გელა გელაძეს, რომელსაც ერთ-ერთი მოქალაქე სთხოვდა რომ მიეწოდებინა ინფორმაცია მისი ოჯახის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელსაც ვერ უკავშირდებოდა, თუმცა გელა გელაძემ არც კი მოусმინა ამ მოქალაქეს. ახლა საინტერესოა, აი გელა გელაძეს ხედავთ ჩვენ, თუმცა ვერ ხედავთ იმ მოქალაქეს რა ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ახლა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე კახი კალაძე იმყოფებიან აქ. მერმა კალაძემ თქვა რომ კორპუსი ავარიული იყო, ამის შესახებ ინფორმაცია მათ შორის ჰქონდა დედაქალაქის მერ, თუმცა გარკვეულწილად მთელი რიგი პასუხისმგებლობა კახი კალაძემ გადააბრალა სწორედ ამ კორპუსში მცხოვრებ მოქალაქეებს და განაცხადა ასეთი რამე, რომ არ იყო კონსენსუსი მიღწეული და სრულად ამ კორპუსში მაცხოვრებელი ადამიანები არ ეთანხმებოდნენ მერიის მიერ შეთავაზებულ ინიციატივას. ამასთან ერთად ჩვენ დავუსვით კითხვა, რამდენად რეალური ინფორმაცია მიაწოდა თბილისის მერიამ ამ კორპუსში მცხოვრებ ადამიანებს იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლებოდა მოყოლოდა იმ ფაქტს, თუ არ დატოვებდნენ ისინი ამ ავარიულ შენობას, რაზეც პასუხი ამ დროისათვის ვერ მივიღეთ. რაც შეეხება ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრს გელა გელაძეს, რომელიც ასევე რამდენიმე წუთის წინ მოვიდა სადგურის მოედანზე, მან განაცხადა, რომ ერთი ადამიანი არის დაშავებული, რომელიც გადაყვანილია კლინიკაში, ასევე დაზუსტებით გითხრა გელა გელაძემ, რომ ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი ამ დროისათვის კორპუსის ჩამონგრევის
შედეგად. თუმცა არ გამორიცხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომ შესაძლოა გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდოს, რადგანაც ახაც მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, მაშველები ცდილობენ, რომ ნანგრევებისგან გაათავისუფლონ ტერიტორია და შეამოწმონ არიან თუ არა სხვა ადამიანებიც მოყოლილი კორპუსის ნანგრევების ქვეშ. მოკლედ ასეთია ახლა აქ არსებული ვითარება. რა თქვა ახლა დედაქალაქის მერმა? ნუ პირველი ეს რამდენჯერ უნდა მოვისმინოთ უკვე აღარ ვიცით ამ რეჟიმის პირობებში და ამ მერისგან რომ აი სამწუხაროდ მოხდა უბედური შემთხვევა ეს რაღაცნაირად უკვე ყური ისე შეეჩვია ამ ფრაზას უბედურებიდან უბედურებამდე, სადაც შემდეგ იწყება, ასე ვთქვათ, საკუთარი პასუხისმგებლობის გადატანა უკვე თავად მსხვერპლებზე. აი ამ შემთხვევაში ჩვენ რასაც ვხედავთ, მოქალაქეებისკენ გაიშვირა ხელი.